საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება სტუდია 4 სტუდიაში ჟურნალისტი სოფო ცერცვაძე მუშაობს. 1994 წლიდან ვარდების რევოლუციამდე ის ქვემო ქართლში გუბერნატორის პოსტს იკავებდა. შევარდნაძის მთავრობის გამორჩეულ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თანამდებობის პირს 17 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მას ბრალად თანხის გამოძალვა და დეკლარაციაში თანხების არასახვა აქვს წაყენებული. 12 წელი საკუთარ ქვეყანაში არ ჩამოსულა. მან შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართა. რატომ ვერ ან არ ჩამოვიდა მამალაძე საქართველოში 2012 წლის არჩევნების შემდეგ. რატომ მიიღო პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება და როგორ იქნება მისი მომდევნო ნაბიჯები უარის შემთხვევაში? აპირებს თუ არა პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას? ბრალდებები, რომელსაც მას სახელმწიფო უწყება უყენებს და საპასუხო განცხადებები. ლევან მამალაძე ჩვენი არხის პირდაპირ ეთერში. ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები, მოსაზრებები და ფაქტები, შევარდნაძის და სააკაშვილის ხელისუფლების გავლენიანი თანამდებობის პირები, ინტერპოლის ძებნილი ლევან მამალაძე და საქართველოში დაბრუნებული დავით კირკიტაძე სტუდია 4-ის პირდაპირ ეთერში. 12 წლიანი ლოდინის შემდეგ ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნებას ითხოვს, ბრალს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ დაწყებულ ცილისწამებლურ კამპანიაზე საუბრობს. კიდევ ერთი ბრალდებული გუბერნატორი საქართველოში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გირაოს შეუფარდა. ელოდება თუ არა დაპატიმრებას კირკიტაძე და რა ფაქტების წარდგენას აპირებს სასამართლოს ხდომაზე. ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორების საქმეები, პოლიტიკური დევნა თუ რეალური ბრალდებები. უყურეთ ხუთშაბათს 21 საათსა და 30 წუთზე გადაცემა სტუდია 4. სტუმრები დავით კირკიტაძე და ლევან მამალაძე. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს ლევან მამალაძეს. ბატონ ლევან, მოგესალმები და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დავგვთანხმდით გადაცემაში მონაწილეობაზე. ჩემი პირველი შეკითხვა შეეხება შეწყალებას, რომელთაც მიმართეთ თქვენ პრეზიდენტს. გაქვთ თუ არა იმედი, რომ დაკმაყოფილდება თქვენი თხოვნა და აქვე შეგეკითხებით, არსებობს იმის საფუძველი, რომ უარი მიიღოთ? ეს აკითხოთ უკვე მე მგონი მიახლოებით სამი კვირის განმავლობაში პასუხს ვაძლევ. პირველ რიგში მოგესალმებით. ძალიან სასიამოვნოა რომ თქვენ საშუალებით მიხდება დავეკონტაქტო რუსთაველებს, ქვემო ქართლის მოსახლეობას, რომ ეს თქვენი ტელევიზია ერთადერთი იყო მახსოვს პროცენტ ტელევიზიის შექმნა დაიწყო, რომელიც რუსთავის გარდა ქვემო ქართლის მოსახლეობაზე ვრცელდებოდა და ასეთი ტელევიზია სხვათა შორის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც რუსთავში ჩამოყალიბდა. ყველანაირი აღზრდილი პოლიტიკანობის გარეშე, რომელიც საქმეზე საუბრობს, ძალიან სასიამოვნოა ასეთი კონტაქტის განახლება, მე ესე ვიტყვი. რაც შეეხება დასმულ კითხვას, პრეზიდენტს ჩვენ ვიმართეთ გიორგი მარგველაშვილს, მაგრამ მიმართვამდე ჩვენ შესაბამისი ყველა გზა და აპრობაცია გავაკეთეთ. ანუ საშუალება იმისა, რომ ჩემი საკითხი გადაწყვეს, იყო რამდენიმე და მათ შორის პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეწყალების შესახებ. ესე იგი, რას ნიშნავს ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება? კონსტიტუციის თანახმად 73 მუხლის თანახმად, მე როგორც იურისტი უფრო ამბეტარებს აგიხსნით, პრეზიდენტს უფლება აქვს შეიწყალოს ჯალდები. ჯალდებული ეს არის ის ადამიანი, რომელსაც უკვე სასამართლო გადაწყვეტილებით გარკვეული სასჯელი მისჯილია. ეს სამართლიანია თუ არასამართლიანი, ეს ცალკე თემაა, მაგრამ პრეზიდენტს უფლება აქვს მიიღოს ესეთი გადაწყვეტილება და ჯალდებულს აღუდგინოს მისი უფლებები. ჩემი შემთხვევა ეს არის კლასიკური პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური ანგარიშტორების შემთხვევა. იმიტომ რომ საქართველოს იურისპრუდენცია მთლიანად არ იცნობს ესეთ შემთხვევებს. პირველი ესე იგი პოლიტდევნილების და პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი დაუშვა საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის ახალი არჩევის პარლამენტმა, როცა კომისიამ გახსოვთ ალბათ პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები ესე იგი მათი სტატუსი დააფიქსირა და მოუხსნა ყველანაირი ბრალი, რომელიც მათ ჰქონდათ. ესე იგი მე იმ სიაში ვიყავი. ალბათ ეს ისტორია გემახსოვრებოდ ბევრჯერ მიყვარს. ემზარკვიციანიც იყო ასევე და მე და ემზარი ამოგვიყეს იმ სიიდან. ემზარს სხვა ჯგუფები ეწინააღმდეგებოდნენ, მე კი ეს ხიდაშელი უსუფაშვილის იგი ინიციატივით ამ სიიდან ამოიღეს. ნუ არგუმენტაცია იყო, თუმცა პოლიტიკური კონიუნქტურა, ანუ მათ არ უნდათ რომ ეს საქართველოში ჩამოსულიყავი და ამ სიიდან ამოიღეს. ნუ ეს საკითხი ხა იქ მათ როგორ მოეთხოვებათ პასუხი, მაგრამ მათ თავისი თავი მივე ხიდაშელი უსუფაშვილმა თავისი თავი განზე მაღლა დააკენა და ესეთი ნუ ფაქტობრივად ბრება იმისა ჩამოსულიყავი მე არ მომეცა. ბატონ ლევან, აქვე კითხავთ, შემდგომ როცა უკვე შეიცვალა ხელისუფლება, როგორ განვითარდა მოვლენები? შემდგომ როცა ეს ამ ჯგუფმა აქტიური ქმედება დაიწყო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად, მე უკან დამიხევია, მე მქონდა შესაბამისი პოლიტიკური გავლენის საშუალებები. ჩვენ ამიტომ განსხვავდებოდი სხვა რეგიონების, თქვათ იგივე კოლეგებისგან. ჩვენ პარლამენტში მყავდა ორი ფრაქცია, გახსოვთ. ეს ფრაქცია, რომელიც ქვემო ქართლის იყო, რუსთაველებიც იყვნენ იქა
და ასევე ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფაქტიურად საპირწონე იყო სააკაშვილის ესეთი გალაშქრებისა საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ მედიის საშუალება არ ქონდა, მათ იგივე ტელევიზია და პრესა ხელში ჩაიგდეს. იმ დროინდელ თუ გადაათვალიერებთ ჟურნალებს და გადახედავთ ტელევიზიას, აი პირდაპირ შეკვეთილი სტატიები მიდიოდა, თქვათ იმასთან დაკავშირებით, რომ მე რასაც ვამბობდი, ის არ გადიოდა, როცა მე სააკაშვილი ვამხილე მაგალითად, რასაც აკეთებდა იუსტიციის სამინისტროში და გაფლანგები გააკეთა მან, როგორი ესე იგი ხელში ჩაგდება უნდა და ის გადაღებული ოქროს თემა, რომელსაც ამბობენ კვარციტის. ესე იგი დავიცავი კვარციტი, რომ ავსტრალიელებს არ ჩაიგდოთ ხელში, მაგას სააკაშვილის ინდომებდა. და შემდგომ როცა სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ფაქტიურად მიისაკუთრა ეს. ესე იგი, რაც ჩვენ სახელმწიფოს დაუტოვეთ, სააკაშვილმა საკუთრებაში აქცია. მთელი ეს მადნეულის კვარციტის თვალსაწარმოებით ეს ფაქტებს ვამბობ. ეხლა ზოგი არის ძველი პიარის ქვეშ დარჩენილი დღესაც სამწუხაროდ და ასევე გახსოვთ რუსთავის ციხე სამჯერ გახსნა. რუსთავის ციხე, რომელიც იყო რომ რუსთავის შემოსასვლელთან რო არის მარჯვენა მხარეს, სამჯერ გახსნა, სამჯერ ჩამოწერა თანხები, მილიონები იყო ჩამოწერილი, როცა ამაზე მე განვაცხადე, აი საბოლოოდ გადამეკიდა. ფაქტურად ისეთ დონეზე გადამეკიდა, რომ ჩემი განადგურება მოინდომა როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგის. და როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, იცით რა გააკეთა პირველი? ჯერ ხო აცხადებდა, რომ მე პარლამენტში ამ შევსული იყავი მაშინ კეცური. რომელიც ციხეში უნდა ჩავესვი, დავეპატიმრებინე, გავეგდე ქვეყნიდან, პირდაპირ პრესაში, ტელევიზიაში ყველგან ეს დაფიქსირებულია. პირველად გააკეთა რავალას პროკურატურას, რომ აი ეს რაც იყო გაპიარებული თემები, თან ოქროები, ნიანგები, ბეგემოტები, თავის გასარაკეთები და ადახინება ხალხს, ეს შემოწმებით. ვერაფერი ვერ ნახეს. თუ არ არსებობს. ფოტოშური საინტერესო ესეთი ფაქტი იყო, ხა ეს კალბატონი, რუსთაველი კალბატონი ერთი კობახიძეა, ხო არა? გაცხადებად კი მომიტანა 2003 წელს, როცა სანამ კენჭს ვიყრიდი მე მაშინ პარლამენტში, ჯერ კიდევ რუსთავში ვიყავი, რომ აი ჩვენ დაგვიკირავეს სააკაშვილის ჯგუფმა და რუსთავი თბილისის ავტობუსი რვა იჯდნენ და ესე ფულსოფტიდან რაში რომ ხამაღლა ელაპარაკა, რომ ვითომ ჩემს სახლთან იყვნენ და დაინახეს საბარგულში როგორ ვალაგებდნენ ოქროს როდებს, ნიანგის ყავებს და რა ვიცი ესეთ არცებს. ხალხს გაეგონათ, ეხლა თვითონ სასაცილოა ეს ყველაფერი, მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ რა რუსთავის თბილისელები, რომელიც ამ მარშრუტით წაგებობდნენ და ვისმენდნენ ესეთ საუბარს, მე რა სიტყვები ეს ადვისტარი მამალაძე ამ ჩვენს უციკრო სააკაშვილს როგორ ებრძვის ის ნიანგების წყალებით არის გართული და ეს კიდე ჩვენთვის იბრძვის. აი ეს იყო მთელი პიარის შედეგი, რომ მე მონსტრად გამოვეყვანე და შემდგომ უკვე რაც პროკურატურაზე გითხარი, პროკურატურა დავალებას მიიღებდა, მე დამაპატიმრებდნენ, შემდგომ ესე იგი რაღაც მომივიდოდა იქ ციხეში ან კოლონიაში, ანუ ფაქტიურად ცოცხალი აღარ ვიქნებოდი და იყოდნენ ჩვენ ეს მონსტრი მოგშორდა უკვე და ტარს დაუკრავდა ხო ის ხალხი, ვინც ესეთი მარშრუტით სარგებლობდა პარლამენტში. პირველი სესია რო გახსნა სააკაშვილმა 2004 წელს, მე როცა ეს გაუქმეს 2003 წლის არჩევნები, ამოიღეთ კადრები და ნახე პირდაპირ მიმართავს პარლამენტს. აი ხო ხარ ბედნიერები იმით რომ მამალაძე არ ზის ამ დარბაზში, რომ მე დეპუტატად პარლამენტარი რო გავხდები. აი ეს ყველაფერი მაგო გამონათმობები კი არა, ქმედებები რაც გააკეთა, ეს იყო პოლიტიკური ანგარიშტორება. და იცით, ანგარიშტორება ერთია, რომ აი საქმე რო აიღოთ, ეხლა რა არის ჩემი საქმე, ხო? ჩემი საქმეში აი რაც ეს ჭორები და ეს იყო ჩამონათვალი პიარები, რომელიც ჩავიპიარე, ის საერთოდ არ ფუნქციონირებს, არ არის დაფიქსირებული. საქმეში არ არის ესეთი რამ ვერც იპოვის და ვერც იპოვეს. და როცა ვერაფერი ვერ გააკეთეს, თუ გახსოვთ ხა თქვენ შეგახსენეთ. 99 წლიდან ყველა ჩინოვნიკი ავსებდა, გაიგო, ესე იგი მაღალი რანგის ჩინოვნიკები ავსებდნენ ფონებისა და საფინანსო დეკლარაციას. რომელიც უნდა შეავსო ფინანსები რა აქვს ფონი რა გაგაჩნია და აი ეს ვარდებოდა შესაბამის უწყებას. და მაშინ დაიწყო 99 და მე რა თქმა უნდა ამას ვავსებდი 99 წლით. ანუ რაც კი მეწერა იმ საფინანსო დეკლარაციაში, ფონების დეკლარაციაში, სააკაშვილის დავალებით პროკურატურამ გამოაცხადეს უკანონოდ მე თქვენ მოგიპარიათ, თქვენ რაღაციდან ვიღაცისგან გამოგიტანეთ. აი ზუსტად იგივე მდგომარეობა და აი იპოვეს ეს ზოგიერთი მოწმედი თქოს რაღაც დააწერა, ვერც კი დააწერინეს და მაინც ეს საქმე შეკეთეს. და ეს პროკურორებმა ისე გააკეთეს, რომ გარდა ამისა, რომ ამ საქმეს კერავდნენ, საშინელი ზეწოლა იყო შემდგომ ოჯახზე. შობლებზე პირდაპირ ივარდნედი ეს მასკიანი ხალხი, რომ რუსთავიოს გადაეღო. მე დადიოდნენ რაღაც სახლებს იღებდნენ, როგორ იპოვეს ესე, რომ არ მოეწონათ ესე იგი ჩემი ბინა, ჩემი მშობლების სახლი კოჯორში. მაგალითად ის ნანუკა ჟორჟოლიანი თუ ვიღაცა იყო რუსთავიოში, წავიდა და სხვა რაღაცები ვიღაცების გადაიღო ეს სახლები და აცხადებდა, რომ ვითომ მამალაძის საქმე. ანუ ეს პიარი ფონის უქმნიდან, იმას რომ როგორღაც აი ხალხის დაეჯერებინა, რომ მე ვარ მონსტრი, მე გავდარწე ყველაფერი, გავდარწე ქვეყანა და ესეთ ფონზე უნდა გაკეთებინა. და ამას რა მოყვა, იცით, ესე ბიძაჩები, სხვადასხვის თქვენი ტელევიზია ძალიან კარგად იცნობს დავით პაიჭაძეს. და მაგ მუშაობდა როლანდ გარობრიშვილთან ერთად და ერთად ჩამოაყალიბეს ეს ტელევიზია, ერთად ესე იგი შექმნეს ფაქტიურად ეს თქვენი ტელევიზია და ესე იგი ყოველდღე იბარებდნენ, თუ ძველი თანამშრომლები არც როგორი უენო და ესეთი წყნარი კაცი იყო დავით. ყოველდღე იბარებდა გრიგალაშვილი, ესე იგი იმაში, თბილისის პროკურატურაში.
ხალხი საშინელ დღეში ჩააგდეს და ვერ გავუძლო და თავი მოიწია. თავის ავტოსაფარებში მივიდა და იარაღით თავი მოიწია. ესე იგი საქმე არ წამოწევს. რატომ ამბობთ? აი რაც ზეწოლა იყო ჩემზე და ჩემს ოჯახზე ერთი გარემოწვაზე, ჩემს საახლობლოზე და კაცი მიყვანეს თვითმკვლელობამდე. საქმე არ წამოწევია და რატომ მოიკლავი, დაიბარა. აი ეს ვითომ არაფერი. რომ ეს ბონის აკაშვილმა შექმნა. ჩემთან კავშირში იყო ყველა უნდა განადგურებული. ასევე მე ერთი წლის თავზე მამა ჩემი გარდაიცვალა ინსულტით. ფაქტობრივად აი ეს ზეწოლა და ეს ანგარიშtorება რაც აკაშვილმა განახორციელა პოლიტიკური დევნა ხალხი შეეწირა. ეს ისხლი, რომელიც აკაშვილის ხელით დაიღვარა და რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვათაშორის პროკურატურის წარმომადგენლება, სასამართლომ, რომელმაც რუსთავის სასამართლომ გააფორმა იქ ხალბატონი არის თედეშვილი, რომელმაც ერთი არგუმენტიც კი არ მიიღო. მე რატო შიფრავით ეხლა ბევრ სტორებს უსმენ დღესაც და ეხლა რუსთაველები ეს საინტერესო იქნება. მე მაგ რუსთავში ცხოვრობდი, იცი, სადაც ცხოვრობდი პირდაპირ ადმინისტრაციის წინ და ფეხი დავდიოდი სამსახურში და მეზობლებსაც ვახსოვარ და დოქტორ ეგონა რაღაცა ხდებოდა, მაშინ შუქობა იყო და ესე კითხულობდა ხა სიყვარული მოიტანა. ესე იგი, მამალაძესთან შუქი არის, არ არის რომ მეორე და მაშინ უკვე ასწარდებოდა, ჩემთან და შუქი არ იყო ყველაფრის. ის რაც ხუმრობით ვიძახი. იმიტომ რომ ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ მაშინ და საქმე იმაშია რომ აი ეს მთლიანობაში რაც ესე იგი გაკეთა, იმიტომ რომ მე მთლიანად აი გავენადგურები. და ესეთი მე რომ გავეცალე იქაურობა სხვადასხვა 2000 წელს. მე დაურეკე გია ბარამიძეს, იყო მაშინ მინისტრი იყო ბარამიძე. და კარგია თუ ძალიან კიდე ეხა მას ჩამოვიდე და ჩავდე და რაღაცა. ჩამოვალ მაშინ და ჩავდე, მაგრამ სასამართლოც საშუალებაა რომ მე ჩემი თავი დავიცვა და გარანტია მოიცი ისა რომ აი იგივე სასამართლო რომელიც გამართება მე მექნება საშუალება სიმართლე თქვა და სიმართლე დავაფიქსირო. ამერიკა მეორე დღეს დაურეკა ზურასთან ულაპარაკია ჟვანიასთან და მითხრეს რომ არ ჩამოხვიდე ჩვენ გარანტიას ვერ მოგცემთ იმიტომ რომ სააკაშვილი შენი განადგურება უნდა ჩვენ საწინააღმდეგო. გამოგიხსენო შენ და მე ესე იგი გაგარანტია. და მე რაღაც ჩავიდოდი. აი ეს იყო ეს საუბარი რომელიც შედგა მაშინ. და სამწუხაროდ იცით რა არის აი ზოგს რო გონია ეს რაღაც დახატული თემები, ეს გაფიარებული თემები, ანაშაული რომელიც მე მეთავებიან ეს არის ჩემი კონკრეტული დეკლარაცია. და კონკრეტული დეკლარაციაში წაწერილი ავტომანქანა რომელიც რუსთაველს ბევრჯერ ახალს დანახული და ის 2097 წელს შევიძინე და დაფიქსირებული ჰქონდა დეკლარაციაში და ბარათი რომელიც ვიზა ბარათი რომელიც იყო აბსოლუტური ბანკი იყო რუსთავის ფილიალის სხვადასხვა და შემდგომ იყო ქართული გადაკეთება. და იქ ხალხი დაკითხეს, აწამეს, ეკობა ბექაური არის რომელიც მაგ ცხოვრობს თავიკაცია. აი თვითონ შეუძლია მოყვეს რა დღეში ჩააგდო პროკურატურამ რომ როგორმე რამე ეთქმევინებინა ჩემს ისიც ვერ ათქმევინებს მაგრამ ამ კაცმა მოყვა რა დღეში ჩააგდეს საფსემეს რომელ კაბინეტებში აწამეს აი რა დღეში რა გამოიარა ამ ხალხმა ყველაფერი არის დაფიქსირებული დღეს ჩვენ ეს საქმე თუ აქ გამზადებული ერთი მიმართულება მიმართეთ პრეზიდენტს რომ პრეზიდენტმა აღადგინოს შეუძლებები მეორე შედის ახლა უკვე მთლიანად ახალი ეს შეკრებილი მასალები რომელიც ვინმესაც კი არ ქონდეს და არ მოექცეს ამ ზეგავლენის ქვეშ თუმცა ძალიან დიდი ცნობა რომ ის მოექცეს ზეგავლენის ქვეშ ამიტომ დრო არის კიდევ ჯერ მე ხა წინასწარ ვერ გეტყვი ვერაფერს მე დასკვნას ვერ გამოვიდან არის დარჩენილი კიდევ მე მგონი 10 დღე მიახლოებით 2 კვირა 2 კვირის განმავლობაში მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს აქედან გამომდინარე ჩვენ უკვე გავაკეთებთ დასკვნას ის არის ხალხის პრეზიდენტი და ეკნობა კანონს და კანონმდებლობას და კონსტიტუციას თუ ის მოექცევა ისევ სააკაშვილის ზეგავლენის ქვეშ და მისი ინტერესების გამოხატველი და გამპარებელი იქნება აი უბრალოდ ეს არჩევანია და მე ფათაშორის შეუთვალე კიდევ ერთხელ აი ესე რომ არ მოხდეს და ვინმე რამე არ წამოაძახო ჩვენ გავუგზავნეს 367 გვერდიანი დასაბუთება ჩემი საქმის ყველა არგუმენტაცია ყველა მასალა რომელიც შეიძლება ვინმეს გააჩნდეს ყველაფერი გაგზავნეთ და ასვას თავისი წარმომადგენლები გააკეთოს სერიოზულად ესე იგი დასაბუთება და დასკვნა გააკეთოს იმ მასალებზე და ჩვენ გავუგზავნეთ და ამას დაერქვით ვინმე თუ შეედავება დაანახება აი ცით რომ ჩვენ შევისწავლეთ საკითხი აგერაც დოკუმენტაცია და ჩვენ მივიღებთ კანონის თანახმად კონსტიტუციის თანახმად გადაწყვეტილება აი ეს იქნება ყველაზე სწორი გამოსავალი იქვე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგულაშვილის სიტუაციიდან გამომდინარე ბატონო საინტერესოა მთელი ამ წლების განმავლობაში რა საქმიანობდით საცხოვრობდით რა საკეთებდით გავიარეთ ძალიან რთული პერიოდი მე ძირითადად უკრაინაში ცხოვრობდი ოჯახთან ერთად ეს არის ის ადგილი სადაც ეხა საბრძოლო მოქმედები მიმდინარეობდა აი სამდინე წინ და ჩვენ მე ვყავდა იქ მეგობრები და მათთან ერთად ვიყავ ძირითადად ჩემი საქმიანობა იყო მცირე ბიზნესი ახლა რამე ისეთი არ ყოფილა მათ ვეხმარებოდი ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე სტრატეგიის განსაზღვრაში დატოვებული ბიზნეს გეგმების შემუშავებაში მაგრამ ჩემი მუშაობა ძირითადად მაინც უკავშირდებოდა პოლიტიკური მეცნიერებისა და ურთიერთობების და ცოდნის გაფორმებას მე ჩემი ბევრი ნაშრომები გავაკეთე კვლევები მაგაკეთებული დავეუფლე სიღრმისეულად აი ისეთ მეცნიერებებს როგორიც არის პოლიტტექნოლოგია სოციალური ფსიქოლოგია ასევე ესე იგი ანტიკრიზისული მართვის მექანიზმები და პროგრამირება და მოდელირება
ხდება, ასე რომ მე ეს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან და აკადემიებთან მაქვს კონტაქტი და ჩემ აქ-იქითანაც ბევრი გონორარი მიღია იმისთვის, რომ თავი მერჩინა. მე ხარ ვერ დაგისახელებ რომელთან აქ და როგორ ამაქვს კონტაქტი, მე რო ჩამოყვან ამ ყველაფერს ერთბაშად მოვუყვები, იმიტომ რომ მე ჯერჯერობით არა ვარ ჩემქმედებებში თავისუფლად. 2012 წლის არჩევნების შემდეგ ბევრი ელოდა, რომ თქვენ დაბრუნდებოდით საქართველოში. პოლიტპატიმრის სტატუსთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდებოდა. რომ გითხრათ, რა მოხდა, რატომ ვერ შეძელით უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში დაბრუნება და ამას თუ ქონდა კონკრეტული მიზეზები? რაც შეეხება ზიგი დაბრუნების ფაქტებს, მე გითხარით ამაზე ძალიან მოკლედ გეტყვი. საერთაშორისო კოსია, რომელიც ჰელსინკის კავშირმა შეადგინა 2012 წელს, უკვე 1 ოქტომბრიდან არჩევნები რო დასრულდა, იმიტომ რომ ეს ოცნება, რომელიც აცხადებდა, რომ არიან საქართველოს პატიმრები, პოლიტდევნილები და იღუება ადამიანის უფლებები, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეადგინეს ესეთი ერთ-ერთი პირველი ვიყავი მე, იმიტომ რომ პირველი დევნილი მე ვიყავ 2003 წლიდან არჩევნების შემდეგ ფაქტიურად საქართველოს დავდო. და მე მოგიხევით რა მიზეზები იყო. ამ სიაში ჰელსინკის კავშირმა შემიყვანა, მაგრამ როგორც გაიგო შემდგომ, ესე იგი, უმიზედოდ ამომიღეს. სხვადასხვა განხილვას ესწრებოდა ჩემი მეუღლე, ესწრებოდა ჩემი ადვოკატი, აფიციალური კიდევ სხვაებიც ესწრებოდნენ პარლამენტში იყო კომისიას განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად და მათ დასტური მისცეს, რომ ციაში უნდა ყოფილიყავ. ასე 33 პარლამენტის წევრის ხელმოწერილი დოკუმენტი იყო, რომლებიც მხარს უჭერდა, რომ ჩემი აღიარებული ყოფილიყავი როგორც პოლიტდევნილი და ციაში ყოფილიყავი, მაგრამ უსაფუძვლოდ ციდან ვიყავი ამოღებული, როგორც გავარკვი ამისი ამოღების ინიციატორი იყო ხიდაშელი, უსაშვილის ხარდაჭერით, რომლებსაც ათასი რაღაცები მოყვეს ჩემზე და მაღალ ხელმძღვანელობას დაუსაბუთეს, რომ ისიდან უნდა ამოვედი. რატომ საინტერესოა რას გერჩოდათ ხიდაშელი, თქვენ იმ პერიოდში გახდით ხომ დეპუტატი, იყო თქვათ რაიმე სახის დარღვევები? რაღაც დარღვევებზე და ფაქტობრივად ვერაფერი ვერ შეძლეს, მე დეპუტატი გავხდი მაჟორიტარი 2003 წლის არჩევნებში. მაგრამ როცა გადატრიალება მოხდა, მაშინ ესე იგი აიძულეს, რომ ლადო ჯანტორია, უდანაეს სასამართლოს თავმჯდომარე, წასულიყო ქვეყნიდან და გადამდგარიყო მთელი CSKO გადააყენეს და ახლა CSKO რასაც უნდა იმას დააწერინებდნენ, რომ მე ის რეგულატორმა ვერ გამიუქმეს, მაგრამ ოქმი გამიუქმეს და აი ამით თავის საწადებს მიაღწიეს. აი ეს იყო და მათ რა შეახოთ ახლა ჩემი ჩამოსვლა, პასუხი მოთხოვოთ, თქვენ რატო გაკეთეთ უკანონობა, რატო აი ბოდიში დააправებდით მიშას უკანონობას და დალადობას. ეს არ უნდა და ამიტომ იბრძვიან, რომ რაღაცა შავფერებში დამხატონ და ხელი შემიშალონ. ვფიქრობ, ხიდაშელმა კანონზე მაღლა დააფიქსირა თავისი. და ბოლოს ბატონ ლევან, რა არის თქვენი სათქმელი ქვემო ქართლის მოსახლეობისთვის უკვე დღეს, როდესაც ხართ შეწყალების მოლოდინში? რა ვთქვი, ძალიან თავისუფლად აი ცხადია, რომელთანაც გავატარე 9 წელი ფაქტობრივად 9 წელი თავშეშავე. ჩვენ შევძენით რუსთავი გამხდარიყო და ჩვენ რეგიონალური ცენტრი ახლა არ ვიცი როგორ არის, მაგრამ მაშინ ყველა შემთხვევაში რუსთავი ითვლებოდა მთელი ქვემო ქართლისთვის მილიონი მოსახლისთვის თავის ცენტრად, ყველა ჩამოდიოდა რუსთავში, ცდილობდა რომ აი ეღიარებინა რუსთავი როგორც თავის ცენტრად, დედაქალაქად. და ასევე რუსთავში ჩვენ დროს აგავკეთებია ისე რომ საწარმოები ესე მაქსიმალურად იყო და ხალხს სამუშაოდ დაეკარგა, მაგრამ მეტალურგიაში მიდიოდა გარკვეული რეფორმა და მუშაობდა პირველ საწარმოში შემთხვევაში ჩაერთო, მაგრამ მანამდე ისიც კი გავაკეთეთ აწევდი ძველი რუსთავები, ვინც არის საბჭოთა პერიოდში კაპროლაქტამის წარმოება სამუშაოდ ყოფილი და მაშინ კაპროლაქტამის კი ავამუშავდა. იმდენი შეძლებდა. და თათუკის წარმოებასთან ერთად საწარმოებსაც როგორც შეგვიძლია მხარს ვიჭერდით ცემენტი და ამის შემდეგ. მაგრამ აი ესეთმა აცებლურმა მისგომა მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პრობლემები იყო. აცებლურმა მისგომა თუ შეგებამდე მივიყვანა. ჩვენ ისიც კი შევძლებთ გასულ რუსთაველებს, რომ ბანდიტიზმი ქალაქისთვის მოგვეშორებოდა. აი ეს გრანატამიოტები მივიდოდნენ და ვინმე თუ იმუშავებდა და იმას რეკეტიორს ფულს არ გადაუხდით და აფეთქებდნენ იმ საწარმოებს, თქვენ ახალგაზრდები ხართ, არ გიმახსოვრებთ. აი ეს ბევრმა იცის და როგორ დამესხა მაშინ ბანდიტები 300 კაცი სამ მარტს შორის 95 წლის 3 მარტს როგორ დამესხა გადამში მაშინ ამ ბრძოლა იყო. ეხლა რუსთაველებს ემახსოვრებათ ეს. ეხლა ამას მე არ ვაკიბობ და თავს არ ვიქებ, მაგრამ ერთ ვიცახი რომ აი ეს ერთი ყველაზე რთული პერიოდი რუსთაველებთან ერთად გავიარეთ პირადად მე და ერთად გავიარეთ. და აი მივიყვანეთ ისეთ დონეზე, რომ შეიძლება და შემდგომ რეფორმების დაწყება და უფრო საციკეთო მდგომარეობის ჩამოყალიბება. მე ერთი შეგვიძლია რუსთაველებს ვთქვა, ეს არის შრომელი ხალხი, მათ უნდა ყოველთვის იშრომოს, დოვლათი შექმნან, ანუ ეს ისევ გახდეს რუსთავი მრეწველობის ცენტრი, ბიზნესის ცენტრი, ეს უნდა იყოს სტრატეგია, ახლა დღეს თუ ამბობენ ლარის კურსზე. ლარის კურსი იქნება ძლიერი თუ საექსპორტო პროდუქცია გვიქნება. თუ საწარმოები ამუშავდება, რუსთავის საწარმოები ამუშავდება, მაშინ ეკონომიკა გაძლიერდება, ექსპორტი გაძლიერდება, ვალუტა შემოვა, სამუშაო ადგილები შეიქმნება და უფრო ძლიერ და ამაყატიულია ჩვენი რუსთავები და ჩვენი იგივე ქვეყნის მოქალაქეები. მე მინდა ვიმართ, რომ აი ესე
მოავყვებით რაღაცა ჯორებს, ერთმანეთს გაუხილეთ, ერთმანეთი უყვარდეს და იმედი მაქვს, რომ რუსთაველი შეხვდები უახლოეს პერიოდში ჩავეყუტები, გადავხოცნი და ერთად მოვეფერებით ერთმანეთს. დიდი მადლობა ბატონ ლევან გადაცემაში მონაწილეობისთვის. კიდევ ერთხელ გემშვიდობებით ჩვენ შეკითხვებს ქვემოქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე პასუხობდა. სტუდია 4 პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დაბრუნდება, ასე რომ დაგველოდეთ. კიდევ ერთი ბრალდებული გუბერნატორი საქართველოში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გირაოს შეუფარდა. ელოდება თუ არა დაპატიმრებას კირკიტაძე და რა ფაქტების წარდგენას აპირებს სასამართლოს სხდომაზე. ქვემოქართლის ყოფილი გუბერნატორების საქმეები, პოლიტიკური დევნა თუ რეალური ბრალდებები. უყურეთ ხუთშაბათს 21 საათსა და 30 წუთზე გადაცემა სტუდია 4. სისხლის სამართლის კოდექსის 322 მუხლის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. გამოძიება კირკიტაძეს სახელმწიფო რესურსით ბოროტად გამოყენებას ედავება. საქმის მასალების მიხედვით გუბერნიის კუთვნილი 2 ტრაქტორის უსასყიდლოდ გადაცემით სახელმწიფო ბიუჯეტს 248,400 ლარის ზიანი მიადგა. ბრალი დავით კირკიტაძეს დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და კირკიტაძეს გირაოს შეუფარდა. რა პოზიცია აქვს ყოფილ გუბერნატორს და თუ არა ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტს ადგილი და რატომ უცხადებს კირკიტაძე გამოძიებას უნდობლობას. რა მასალების წარდგენას აპირებს ის სასამართლო პროცესზე, მისად თუ არა მან ჩვენება და აქვს თუ არა სიმართლის დამტკიცების იმედი. რამდენიმე წუთში სტუდიაში დავით კირკიტაძე. კიდევ ერთი ბრალდებული გუბერნატორი საქართველოში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გირაოს შეუფარდა. ელოდება თუ არა დაპატიმრებას კირკიტაძე და რა ფაქტების წარდგენას აპირებს სასამართლოს სხდომაზე. ქვემოქართლის ყოფილი გუბერნატორების საქმეები, პოლიტიკური დევნა თუ რეალური ბრალდებები. უყურეთ ხუთშაბათს 21 საათსა და 30 წუთზე გადაცემა სტუდია 4. დავრუნდით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს. სტუდია 4 სტუმარია ქვემოქართლის ყოფილი გუბერნატორი ბატონი დავით კირკიტაძე. დიდი მადლობა ბატონ დავით პირველ რიგში იმისთვის, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით ტელემაყურებელს. კარგი, სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მოდი მე მაყურებელს ტელეფონის ნომერს შევახსენებ ჩვენი სტუდიის 0341 25 44 00 თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ, დასვათ პირდაპირ ეთერში შეკითხვა ან დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. კარგით, ბატონ დავით, ბრალდება არის ასეთი: სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება. გამოძიების მასალების მიხედვით სახელმწიფო რესურსი გამოიყენეთ ბოროტად და კომპანიას უსასყიდლოდ გადაეცით, ანუ მიეცით საშუალება, რომ 2 ტრაქტორით ესარგებლად საქმეში თქვენი ძმაც ფიგურირებს, თქვენ თავს არ თვლით დამნაშავედ. რა შეგიძლიათ გითხრათ? კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მადლობა იმ შესაძლებლობისთვის, რომ მე დღეს მაქვს საშუალება მიმართო მათ აქედან პირდაპირ ეთერში და რამოდენიმე სიტყვას ვიტყვი ჩემს წინააღმდეგ გამოსვლელზე, ჩემს ყოფილ კოლეგაზე. მას ჰქონდა საშუალება ჩვენ მოგვესმინა და ერთი რაც მომხდა თვალში, ის იყო მისი ფონი და კარგია რომ ის ინტერვიუს იძლეოდა 5 ჯვრიანი დროშის წინ. ეს არის დროშა, რომელს აღმართვასაც რუსთავის მერიის თავზე ის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მაშინ, როდესაც გუბერნატორი იყო და ცდილობდა რომ ეს დროშა არ აღმართულიყო ამ სახელმწიფო შენობაზე. კარგია რომ ეხლა მოსწონს და კარგია რომ გემოვნება დაეხვეწა. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეს, ეს საქმე, რაზეც თქვენ მომიწვიეთ და რაზეც ალბათ მაყურებელსაც აქვს ინტერესი, იმდენად სასაცილო და აბსურდულია, რომ არ ყოფილა საქართველოში პრეცედენტი, რომ ადამიანი, რომელიც არ გასწრებოდა სასამართლო დარბაზს და შესულიყო ნახკვეთი ღონისძიების მოთხოვნით პროკურატურა სასამართლოში, არ ყოფილა შემთხვევა, რომ სასამართლოს არ დაეკმაყოფილებინა პროკურატურის მოთხოვნა და საქმე იმდენად აბსურდული, სასაცილოა, რომ ამ სასამართლომ მათ ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, თუ რა კომპეტენციის, რა მოტივებით მებრძოლი პროკურატურისა და ფინანსურ პოლიციასთან გვაქვს დღეს ჩვენ საქმე. თქვენ კარგად იცით არაერთი საქმის შესახებ, რომელიც ქართულ სასამართლოში წაუგია ჩვენს პროკურატურას, იმიტომ რომ მოტივი ბრალდებისა ყოფილა მხოლოდ პოლიტიკური და პირადი ანგარიშსწორება, გუშინდელი ფაქტის თელავის სასამართლოსი ამას მოწმობს, როდესაც ჩემი კოლეგა და მეგობარი გიორგი სიბაშვილი გამართლა, ასევე არ დარჩენილა არც ერთი ქვეყანა თითქმის ევროკავშირის და წამყვანი ევროპული სასამართლო, სადაც მათ ეს პროცესები არ წაეგოთ და პირდაპირ რამოდენიმე სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ ბრალდება მოტივირებულია მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს თუ ვისთან გვაქვს ჩვენ საქმე, რა ტიპის ადამიანებთან გვაქვს საქმე, რა მოძრავებთ მათ, რა არის მათი мотивация.
გარდა იმისა, რომ ეს საქმე მთლიანად სასაცილოა, ეს ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ ამ ბრალის შეთითქმას, ამ ადამიანებმა გადაკვეთეს წითელი ხაზები, არა მხოლოდ კანონის, არამედ მორალური, მას მერე რაც მათ დაიბარეს მამაჩემი და ცდილობდნენ, რადგან ჩემზე არ გამოვიდათ, მასზე განეხორციელებიათ ზეწოლა, ეს არ ჯდება არც ერთ მორალში, ეს არ ჯდება არაფერში, ეს არის ბოლშევიზმის გამოვლენა და ესენი არიან ღირსეული შთამომავლები ბოლშევიკების, თუმცა ნამდვილად საზოგადოება დღეს აღარ არის ის, რომელიც იყო გასულ საუკუნეში და არც მე და არც საზოგადოება ნამდვილად არ მიცემთ ამას საშუალებას, რომ სისხლის მორიგი ტირაჟირებით კიდევ ერთხელ შეიყვანონ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შეცდომაში, მათ ეს ერთხელ გამოუვიდათ და მოვიდნენ ხელისუფლებაში, როდესაც ისინი 1000 სიცრუეს ავრცელებდნენ ჩემზე, ჩემს მეგობრებზე, ჩვენს პოლიტიკურ ძალაზე. მე სწორედ ამიტომ შევწყვიტე დროებით სწავლა და ჩამოვიდი, რომ მათთვის ეს საშუალება არ მიმეცა, მე აქ ავარ, ისევე როგორც აქ ვიყავი 4 იანვრამდე, სანამ მე ქვეყანას დავტოვებდი, მზათავარ ნებისმიერ შეკითხვაზე გავცე პასუხი. მე მათ მიმართავდი საჯაროთაც, წერილებითაც, თუ ვინმეს რაიმე შეკითხვა აქვს და მე ვიცი ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მოტივირებული იყო, მას მერე რაც ხელისუფლება შეიცვალა, რომ მაქსიმალურად მოტივირებული იყვნენ იმისათვის, რომ ჩემი სახელი ჩემი მეგობრების გაკეთებული საქმე მაქსიმალურად ამოესვათ ლაპში და იგონებდნენ 1000 წლის წამებას, მე ვიცი და სპეციალურად დაქირავებული ჟურნალისტები მათ მიერ, მე სპეციალური სააგენტოების, საინფორმაციო სამსახურები, ტელევიზიები, რომლებიც შემდგომში დაიხურა ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, რომლებიც ამზადებდნენ სპეციალურ შეკვეთილ სიუჟეტებს იმისათვის, რომ რამენაირად მოეხდინათ, ჩირქი მოეწყოთ ან დახმარებოდნენ პროკურატურას ბრალი წაედგინათ ჩემთვის. მე აბსოლუტურად ყველა შეკითხვაზე მზათა ვარ, პასუხი გავცე საჯარო სივრცეში და ძალიან კარგია, რომ დავამ ჩემსა და ფინანსურ პოლიციასა და ხელისუფლებას შორის გადაინაცვლა სასამართლოზე, რადგან საჯარო სივრცეში გავცე ყველა ამ შეკითხვას პასუხი, რადგან ეს ადამიანები, პროკურატურა და ფინანსური პოლიცია არაერთხელ შემჩნეულნი არიან მტკიცებულების გაყალბებაში, მოწმეებზე ზეწოლაში, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ არავითარი ღირებულება, არ გააჩნიათ კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული არაერთი ფაქტი გვახსოვს, როდესაც მოწმე პირდაპირ პრესკონფერენციიდან მოიტაცეს, ეს იყო ეს იყო რამოდენიმე თვის წინ, როდესაც ერთ-ერთი მოწმე, რომელიც იძლეოდა ჩვენებას პირდაპირ წაიყვანეს პრესკონფერენციიდან, კარგად გახსოვს და ეს საზოგადოების ცნობილი, ასევე არაერთი მტკიცებულება, გაყალბებული მტკიცებულება არცნო არც ერთ ევროპულმა სასამართლომ, რომელიც მათ წარადგინეს და უკნებდნენ ბრალს ჩემს კოლეგებს, მეგობრებს თუ თანაპარტიელებს. ეს ადამიანები ამ ადამიანებს არავითარი სურვილი არ ამოძრავებთ, რომ მოიქცნენ კანონის ჩარჩოში, აღასრულონ კანონი, რითაც ჩვენ ქვეყანას გააძლიერებდნენ და გახდებოდნენ პოლიტიკური იარაღი რუსი ოლიგარქის ხელში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიყავს უკან, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიყავს უსკულისაკენ. აი ეს არის ჩემი პასუხი იმას, რაც თქვენ გკითხეთ, მე მზათა ვარ აბსოლუტურად ყველას უპასუხო. მაყურებელი გვიკავშირდება და მას როგორც ისე კითხვა აქვს თქვენთან, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა. მოგესალმებით, მე ოფიციალურ ბრალდებაზე არ მაქვს კითხვა, რა თქმა უნდა, დავთინა ბატონ დავით, მაგრამ კითხვა მაქვს მისი გუბერნატორობის პერიოდში მის შესახებ ერთ-ერთი ახმაურებულ ფაქტზე შეეხება ბოლნისის სტადიონზე ერთ-ერთი საფეხბურთო მატჩის დროს გულშემატკივრების ჯგუფში აქტიურად მის ჩართვაზე და მოწყალოდ ცემაზე მისი და მისი დაცვის მიერ. ეს ერთი კითხვა და მეორე კითხვა რაც შეეხება ნაკლებად გახმაურებულია, თუმცა რუსთავში როდესაც ის პალადურს თამაშობდა ხოლმე, უმოწყალოდ ცემდა და აგინებდა პალადურთელებს, როცა მას პასს არ აძლევდნენ. ეს გახმაურებული არ არის და რა მოტივით ეს არის თუ არა მისი მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება და კიდევ ერთი კითხვა მაქვს ბოლო და ამით დავამთავრებ. ამერიკაში რა ფაკულტეტზე სწავლობთ ბატონ დავით, ძალიან საინტერესოა, როცა თქვენ 11 კლასის არ გაქვთ ჭიათურაში დამთავრებული. კარგი, დიდი მადლობა ზარისთვის. ეს ისევე ტივი ობიექტური მაყურებელია, როგორც ის ყველა ის ადამიანი, რომელიც უანგაროდ და სამშობლოს სიყვარულით ემსახურებოდა ქართულ ოცნებას, მე მას ვეტყვი და ასევე ტერმაყურებელს ერთი წელიც არ მისწავლია მე ჭიათურაში, საბავშვო ბაღით, სკოლაც, შემდეგ უმაღლესი სასწავლებელიც თბილისში მაქვს დამთავრებული, თუმცა ეს რომ ყოფილიყო ჭიათურაში დარწმუნებული ვარ, არანაკლებ განათლებას მივიღებდი, ვიდრე მაქვს. ეს პირველი, მეორე ეშლება ვიღაცამ ცუდად დაარიგა, კალათბურთს არ თამაშობდი ხოლმე, ფეხბურთს თამაშობდი და არ ვაგინებდი არავის, ზუძუებს ვაჭამდი პირდაპირ და შემდეგ ამას საჯაროდ გამოდიოდი და ხალხს უყვებოდი, გეშლებათ ბატონებო, უფრო კარგად მუშაობდა თქვენი პროპაგანდა 2012 წლამდე, ეხლა თქვენი ტყუილები ნამდვილად აღარავის აღარ ჯერათ,
თუ ამაში დარწმუნება გინდათ, დარწმუნდებით 21-ში თქვენ ვეღარ მოატყუებთ ამ საზოგადოებას. თელმა რუსთავმა იცის, მე რას ვაკეთებდი, რა დროს ვაკეთებდი და ამას ვაკეთებდი ღია სივრცეში, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაც შეეხება ბოლნისის მატჩს, მე მინდა რომ ამოწურავ იყო, ამ მატჩს ესწრებოდა ათასობით გულშემატკივარი, მათ შორის ბევრი რუსთაველი. დღეს მაშინაც ყველა მობილურ ტელეფონს თითქმის აქვს კამერა, ამ თამაშს იღებდნენ ჟურნალისტები და ეს რომ რეალობა ყოფილიყო, ბუნებრივია ამის კადრებიც იქნებოდა და ესეც იქნებოდა. უბრალოდ აღარ გაგივათ ეს ტყუილები, ის ტყუილები, რომელსაც თქვენ ასე მონდომებით ავრცელებთ და დღესაც ცდილობთ რომ იგივე გააკეთოთ. არ გაგივათ ის ტყუილები, რომ ერთი ლარი ჩვენ ჯიბეში მიდიოდა საწვავიდან, არ გაგივათ ის ტყუილები, რომ დენის ფასში ამცირებდით, არ გაგივიდოთ. ამას ხედავთ, ეხლა თქვენ ხართ აგონიაში და ცდილობთ მსგავსი რამე აგოროთ. თუ ძალიან გაინტერესებთ საწვავლობთ, ეს არის არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, გადმოგზავნილი მაქვს აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც სოფლიო რანგში ნამდვილად შედის. ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტია. თუ ჩემს განათლებაზე ძალიან წუხართ და არ მგონია რომ ესე იყოს, თქვენ ამაზე ნუიდარდებთ, მე აუცილებლად გავაგზელებ იქ სწავლას. თუ გაინტერესებთ ფაკულტეტი, ეს არის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, უფრო კონკრეტულად თუ გაინტერესებს, მე ვაკეთებდი მასტერის ხარისხს, მაგისტრის ხარისხს, თქვენთვის უფრო გასაგებად რომ თქვა, ეს არის ქალაქის უბრალოდ პოლიტიკა და ქალაქის მმართველობა, თუ ესეც გაინტერესებთ და ესეც ღია და საჯარო ინფორმაცია და დანარჩენს გთხოვდით რომ ტყუილებს მოეშვათ და კონკრეტული საქმით დაკავდეთ, იმ საქმით დაკავდეთ, რომელსაც თქვენ პირდებოდით ჩვენ მოსახლეობას და ჩემ და სამწუხაროდ და მოსახლეობის სამწუხაროდ არ შეასრულეთ. კარგი, დაუბრუნდეთ მოდით თემას, ბატონ დავით. დაბარებული იყავით დაკითხვაზე, თუმცა ფინანსთა სამინისტრო ამტკიცებს რომ თქვენ ჩვენება არ მიეცით. არ და რომ ჩამოხვედით, აღნიშნეთ რომ თქვენ აპირებდით ხომ გამოძიებასთან თანამშრომლობას. მე ვაპირებ აბსოლუტურად ჩემი ჩვენებაც, ჩემს მიერ მოპოვებული, ჩემი ადვოკატის მიერ მოპოვებული მტკიცებულება წარმოადგინო საჯარო სივრცეში სასამართლო პროცესზე. მე იმ ადამიანებს, რომლებიც თავისთავად დღეს ფინანსურ პოლიციას უწოდებენ და გამოძიებას არიან, რა თქმა უნდა, არ ვინდობ იმ ადამიანებს, რომლებსაც უგეუბნებით არა მხოლოდ კანონი, მე ძალიან კარგად ვიცი ის ჩვენებები, რაც ჩემს საქმეშია ჩაკერებული. რის ფასად მოიპოვეს ამ ადამიანებმა და ამას ყველაფერს სასამართლო პროცესში ეს ადამიანები იტყვიან. ასევე არ ვინდობ იმ ადამიანებს, რომლებიც შურისძიების იარაღად იყენებენ მშობლებს და 60 წლის კაცი მიიღოთ დაკითხვაზე, რომ რაღაცნაირად შური იძიონ და ამ ადამიანებს სამართალთან, ამ ადამიანებს სამართლიანობასთან, ამ ადამიანებს მორალთან არავითარი შეხება არ აქვს. ესენი არიან უზნეო ადამიანები. სხვათა შორის ბევრი მათგანი, ბოდიშვილი. ბევრი მათგანი არის ბევრი მათგანი არის ჩემთვის ძალიან ცნობილი ადამიანი, ბევრი მათგანის გამო ჩვენ გვიყენებდნენ ობიექტურად პრეტენზიებს. ერთ-ერთი მათგანია, როდესაც საუბარი არის ქონებრივ დავებთან და ქონებრივ ხელყოფასთან. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც დღეს ამ საქმეს თითქმის არის ის ადამიანი, რომელთანაც ჰქონდათ პრობლემები რუსთავში და ქვემო ქართლში და ეს არის ეს ადამიანი დღეს ხელმძღვანელობს თქვენ გეუბნებით პირადად. ეხა პირველად არც ერთ ეთერში არ მეთქვია, ეს არის ლექსო დალაკიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს ფინანსურ პოლიციას, რომელიც კერავს ამ საქმეს ჩემ წინააღმდეგ, რომელიც ხელშიც გაიარა იმ საქმეებმა, რომლის რაღაცის გამოც მე მიყენებდნენ ბრალს. ეს იქნებოდა განხმაურებული სტამბულის ბაზარი. თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, უნდა კონდეს ამ ადამიანთან, იმიტომ რომ ამ ადამიანმა თუ უკანონობა ჩადენილია ფინანსური პოლიციის მიერ, რომლის ხელმძღვანელიც ეს ადამიანი იყო და ეს კაცი ეს ადამიანი ცდილობს დღეს ჩემ წინააღმდეგ გაწარმოოს საქმე. ნამდვილად არ გამოუვათ ეს, ამიტომ არ სწორედ აქ, ამიტომ არ გაურბივარ არც ერთ ღია ეთერს, არ გაურბივარ სასამართლოს და მზათავარ ამ კითხვებზე გავსწრებ ასე. კარგით, მოდ ბატონ ლევან მამალაძე. დიდი სიამოვნებით მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონ ლევან. არა, გისმენთ. სამწუხაროდ ალბათ დაგუკავშირდება. კარგით, კონკრეტული ზეწოლის ფაქტები შეგიძლიათ რომ გითხრათ, ანუ გაყალბებულ დოკუმენტაციას საუბრობდით ბატონ დავითეს. ხო, ერთი სასაცილო ფაქტს გეტყვით, რასაც აი მთელი საზოგადოება ძალიან ადვილი გადასამოწმებელია, ბრალად მედება უსასყიდლოდ ტრაქტორების გადაცემა ჯერ ეს ჩემ კომპეტენციაში ნამდვილად არ შედიოდა და ამას შესაბამისი სამსახური არ რეგულირებდა, ამასაც რო თავი დავანებოთ და თითქოს სახელმწიფო მიიღო 257,000 ლარი ზარალი თუ არ ვცდები. მე მინდა გითხრათ რომ 248,400 ლარი. სასაცილოა, იმიტომ რომ ეს სპეცტექნიკა საერთოდ ვინმესთვის რომ მეჩუქნა და დღესაც მათ ხელში რო ყოფილიყო, მათი ღირებულება არ არის 257,000 ლარი. აი წარმოიდგინეთ რა დონის აბსურდთან გვაქვს საქმე, რომ ვინმეს რომ მიმეცა საჩუქრად, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა კანონდარღვა, თუმცა მაინც არ იქნებოდა სახელმწიფო ზარალი მაგდენი, იმიტომ რომ ეს ტექნიკა მაგდენი არ არის. არათუ სადღაც რაღაცა მიმუშავა. და ეს კიდე დასამტკიცებელი აქვს, სად იმუშავა, რა მიმუშავა, ვინ წაიყვანა, რატომ წაიყვანა, როგორ ხდებოდა. მე გამოძიებას
ეს არის შეთითხნილი საქმე და მე გეტყვით თავარ მოტივს. მათი მამოძრავებელი თავარ მოტივი იყო ის, რომ მათ ეგონათ, რომ ადამიანი არის წასული, მას წაუყენებთ ბრალს და ბრალი არ იყო მყარი, ძალიან კარგად იცი რომ ეს ბრალი მყარი არ არის და ძალიან კარგად იცი რომ ეს საქმე თავზე დაეშლებათ. უბრალოდ ესენი ცდილობდნენ მოიგოთ ის მომენტი, როცა მე საქართველოში არ ვქნებოდი და სასამართლოს შეეფარებინა აღკვეთი ღონისძიება. აი ეს იყო სულ მთელი მათი ფანდი და ჩემ აქ ჩამოსვლამ მათ ეს რა თქმა უნდა ამ სიყალბეს ფარ დაახადა და აი მე თქვენ გარწმუნებთ. ეხლა და აი პირდაპირ ეთერში ვაანონსებ თქვენი მეშვეობით რამდენჯერ ნახავთ ჩემს პროცესს, როდესაც პროკურორი სამარცხვინოდ არ გამოცხადდება. აი რამდენჯერ იქნება ეს, აი ნახეთ, მე ამის შესახებ საზოგადოებას ვამცნობ ისე როგორც ამცნობდა გიორგი სიბაშვილი, როდესაც პროკურორი ემალებოდა სამარცხვინოდ. დღეს პროცესებზე არ დადიან პროკურორები. ეს მე-1000 ხარისხოვანია და ბუდის უხდი მაყურებელს დღეს ამაზე რომ იწევს საუბარი, იმიტომ რომ დღეს მაყურებელს სხვა ბევრი თემა აწუხებს, დღეს მაყურებელს აწუხებს ის, რომ ხელისუფლებამ ისინი ძალიან მოატყუა. მე მინდა რომ უთანაგრძნო და ჩემი პატივისცემა გამოხატო ყველას მიმართ. დღეს პრობლემა არის ის, რომ დღეს პრობლემა არის ხელისუფლება ემალება პარლამენტს, ხელისუფლება არ მიდის პარლამენტში, ხელისუფლება ემალება პრეზიდენტს, ხელისუფლება ემალება ხალხს, არ უსრულებს დანაპირებს. ეს არის დღეს პრობლემა. ჩვენ ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ დღეს და კარგია რომ სტუდიაში მაინც გაქვთ წყალი, იმიტომ რომ 2 დღეა რამდენადაც ვიცი რუსთაველებს წყალი არ აქვს და აი ეს არის დღეს მნიშვნელოვანი და არა ის მაყურებელს მოვსმინოთ და გავაგრძელოთ საუბარი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონ ლევან. ერთი წამო. დასვით კითხვა. დასვით შეკითხვა ბატონ ლევან. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩამწეთ. კიდევ ერთხელ მივესალმები რუსთაველებს. მე კითხვა არ მაქვს, უბრალოდ კირკიტაშვილმა ეთქობა, არის მე აქ ვიცხო კონტაქტი არ ქონია და მინდა ვთქვა რომ ამ დროშასთან დაკავშირებით ეს დროშა 10 სააკაშვილის არის და 10 პეტრიაშვილის. ეს არის საქართველოს დროშა, რომელსაც ქართველი მეწეები და ესე იგი ადამიანები სალოცავად რომ მიდიოდნენ იერუსალიმში ეს უბრალოდ მაგას რო გეკითხებდით თქვენ ეწინააღმდეგებოდით ამ დროშის აღმართვას. სააკაშვილმა შოუ ჩაატარა როცა წევდა ამ დროშას, ჯერ სააკაშვილს ეს დროშა რუსთავში არ აუწევია, ხეშელაშვილთან ერთად ჩვენ ავწიეთ მერაბ ხეშელაშვილთან ერთად. ეს ერთი და მინდა ასევე ვთქვა რომ ეს დროშა პირველად საქართველოში ჩვენ აღდგენის კუთხით გამოვიყენეთ დიდგორის ესეთ ზეიმზე, როცა საქართველოს უდიდესი გამარჯვება ვიზეიმეთ და ყოველ წელს მთელი საქართველო ერთად ზეიმობდა, მთელი ქვემო ქართლის ინიციატივის იყო ეს. და მე სააკაშვილს არ მოეწონა, იმიტომ რომ მე მიკავშირდებოდა რატომღაც რაშუაში ვიყავი ან სხვა დიდგორი არის დიდგორი და ვერ სააკაშვილი სხვა ვერ განსაზღვრავს ამ გამარჯვებას. ასე რომ ეს არის საქართველოს დროშა და არა სააკაშვილის და კარგი რა დიდხანს გისმინეთ უკვე კი თქვენ მოიგეთ დიდგორი ბატონო ლევან თქვენ მოიგეთ დიდგორი ტელემაყურებელმა იცის თქვენ მოიგეთ დიდგორი თქვენ გაიმარჯვეთ თქვენ გაიმარჯვეთ დიდგორის და თქვენ დაგვიტოვეთ რუსთავი აყვავებული ჩვენ დავანგრეთ ეს ქვეყანა უნდა დაუფიქსიროთ კირკიტაშვილი არა კირკიტაძე და გაასწორეთ ნახონდის ბატონ ლევან გაასწორეთ კირკიტაძე გვარი და არა კირკიტაშვილი მე ისა რა ქვია კიდევ ერთხელ მინდა მაყურებელს უთხრა რომ აი ვინ აკრიტიკებს დღეს ნაციონალურ მოძრაობას ეს არის ლევან მამალაძე ასლან აბაშიძე დიახ ბატონო ლევან და მაყურებელმა განსაჯოს თქვენ მოიგეთ დიდგორის ბრძოლით თქვენ აღნიშნავდით დიდგორობასაც თქვენ შემოიტანეთ ხუჯვრიანი დროშაც ახალი გერბიც ახალი გიმნით რომელიც ჩვენს ასე ვამაყობთ თქვენ დაგვიტოვეთ და პრეზიდენტ შევარდნაძემ დაგვიტოვა აშენებული და განათებული ქალაქები თქვენ დაგვიტოვეთ აღმოფხვრილი კორუფცია და ჩვენ დავანგრიეთ ქვეყანა ბატონო ლევან და აი ესე ან სიმართლე ეს არის ბატონო ლევან თქვენ გიდოდათ ხუჯვრიანი დროშის აღმართვა და სააკაშვილი არ განებებდათ ამას ვიღაც კირკიტაშვილებთან და ჩიქოვანებთან და ბარათაშვილებთან ერთად ეს თქვენ გინდოდათ თქვენ იყავით ეს ყველაფერი და დიდი მადლობა ამისთვის რომ განათებული აშენებული დამშვენებული საქართველოს დაგვიტოვეთ და ჩვენ დავუტოვეთ ქართულ ოცნებას პენსიონის დავალიანებული უშუქო უწყლო გაწყავებული და გავერანებული ქვეყანა თქვენ გააკეთეთ ეს ყველაფერი დიდი მადლობა ბატონ დავით აქტიურობენ დღეს ძალიან რუსთაველები მოგესალმებით საღამო მშვიდობისა მოგესალმებით დასვით შეკითხვა მოგესალმებით ბატონო დავით მე ხა სახში ვზივარ და გიყურებ და მე ვფიქრობ რომ ზოგადად თქვენ საერთაშორისო დონის ამნეზია დაგემართათ როგორ შეიძლება თქვენ გველაპარაკოთ რუსთაველ მოსახლეობას და მთლიანად ქართულ მოსახლეობას ისეთ რაღაცებზე და ისეთ აბსურდულ თემებზე რაც ახლა საუბრობთ მე საერთოდ ერთი კითხვა მაქვს ზოგადად ტელევიზიაში რა როგორ შეიძლება ადამიანი პირდაპირ ეთერში გაიყვანოს რომელიც სისხლის სამართლის
პასუხისგებაში არის მიცემული და ეს არის სულ ამაზრდენი. ბატონო დავით, ეხლა რომ გამოходით აქ ტელევიზიიდან, რომ მოგისხიათ ეს პატიოსანი კაცის მატია, რა პირდებით ერთი ამ მოსახლეობას რუსთაველებს, ისევ იმ ტერორს, რომელსაც ახორციელებთ თქვენ რუსთაველ ბიზნესმენებზე? ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს აღარ იქნება. კარგით, მადლობა ზარისთვის. კარგი, ეხლა სახში კი არ ზიხარ, შენ ზიხარ მერიაში ეხლა, საიდანაც ვიცით რომ ჩვენი უფლება არის კიდევ ვისაც გვინდა. საძიხარ, კარგად ვიცით, ეხლა თქვენ ხართ მოკალათებული რუსთავის მერიაში, სადაც შექმენი ჯგუფი და ახორციელებთ აქ ზარებს და არ გვინდა ეხლა რომ სახში ზიხართ, აღშფოთებული ხართ. მე არაფერს არ პირდები მოსახლეობას პირდებოდით თქვენ და ატყუებდით და ეს პირობა შეუსრულეთ. თუ არ შეუსრულებთ, ეხლა თვილად რომ მოკალათით მერიაში და ღიპები რომ დაიდეთ და კაბინეტის ფერები რომ გადავთ სახეზე, მაგ მერიდან კინწესრით გამოგაგდებთ ეს ხალხი. ის რუსთაველები, რომლებსაც ესე ატყუებდით. მე სისხლის სამართლის დამნაშავე არ ვარ. სისხლის სამართლის დამნაშავეები თქვენ გესაუბრებოდნენ რამოდენიმე წუთით ადრე. და თქვენ მათი გურდნუკის პროველები ხართ და მათი გზის გამგზელებლები ხართ. სისხლის სამართლის დამნაშავეები მოიკითხეთ თქვენსკენ მატყუარები და ფლიდები. მე ამ ქალაქში დავდიოდი და ძალიან შემაყვარა ამ ქალაქმა თავი მე არ ყოფილა რუსთაველი და ძალიან ბევრი რამე გაკეთებული. ყოველგვარი დაცვისა და მზღოლის გარეშე დავდიოდი ამ ქალაქში და ესე ვივლი დღესაც არაერთ ადამიანთან მქონდა შეხვედრა და მათ მოვიკითხავ და თქვენაერი ადამიანები რომლებსაც კაბინეტიდან ხვირს ვეღარ ყოფთ მერიის შენობიდან ხვირს ვეღარ ყოფთ ძალიან მალე მოგთხოვენ პასუხს მე არა და ჩვენ არა ის ადამიანები ვინც თქვენ ესე უმოწყოლოთ მოვატყუეთ და 1 ოქტომბერს მოტყუებით შემოახაზიეთ 41 მე ყველა ამ ადამიანებს ყველას მიმართ ვაფიქსირებ პატივისცემად განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ ვინც ესე მოვატყუეს და შეაცდინეს და 1000 გვარი დაპირებებით მოახდინეს და ეს ადამიანები დღეს ფრუსტრირებულები არიან სამწუხაროდ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან თავისი არჩევანის გამო მაგრამ მე მათ მინდა უთხრა რომ ნაციონალური მოძრაობა ჩვენ და ის ადამიანები ვინც დღეს ნაციონალურ მოძრაობას ხელმძღვანელობენ ნამდვილად არ არიან გაბოროტებული ნამდვილად არ აპირებენ არავითარ ანგარიშწორებას პირიქით ჩვენ ვაპირებთ რომ ქვეყანა დავაბრუნოთ დაუბრუნოთ ქვეყანას განვითარების ტემპი ქვეყანაში გაგრძელდეს მშენებლობა და შენება ჩვენ მადლიერი ვართ იმ მოსახლეობის რომელიც მოვიდა 1 ოქტომბერს და გააკეთა არჩევანი თუ ვინმე მიიღო გაკვეთილი 1 ოქტომბერიდან ეს არის ნაციონალური მოძრაობა ჩვენ პატივისცემთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს მივიღეთ ეს არჩევანი მათი და განსხვავებით ლევან მამალაძისგან და შეურნაძის ხელისუფლებისგან და ქართული ოცნებისგან ჩვენ არავისთვის საარჩევნო კამპანიის დროს ხვები არ დაგვიშენია არ გაგვიყალბებია არც ერთი საარჩევნო უბანი და არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ დაუწერია ცუდი დასკვნა მათ შორის ქვემო ქართლში ჩატარებული არჩევნებისგან ჩვენ პატივი ვეცით ქართულ ამორჩევას და მათი არჩევანი მივიღეთ გადავაბარეთ ამათ ეს ხელისუფლება გადავაბარეთ ქვეყანა რომელიც ვითარდებოდა რა თქმა უნდა მე არ ვამბობ რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა შეცდომად გადავაბარეთ ქვეყანა რომელიც ეკონომიკაც იზრდებოდა გადავაბარეთ ქვეყანა სადაც აღარ იყო პრაქტიკულად კრიმინალი გადავაბარეთ ქვეყანა რომელიც შენდებოდა და რა გვაქვს დღეს თუ თქვენ კმაყოფილი ხართ დღეს რა ხდება თუ დღეს თქვენ კმაყოფილი ხართ იმით რაც კეთდება და იმ ადამიანს რომელსაც ახლა დაარეკა და რომელიც ქალაქის მერიაშია მოკალათებული და გარწმუნოთ თუ გაივლით მერიასთან ნახავთ რა დონის მობილიზება აქვს და რომელ კაბინეტში ზიან ძალიან კარგად ვიცით ჩვენ მივიღებთ ამ არჩევანსაც ჩვენ ამის პრობლემა არ აქვს. კარგი, ბატონო დავით, ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ თემასთან დაკავშირებით სტამბოლის ბაზართან დაკავშირებით მინდა გკითხოთ და მანამდე მოდი ვნახოთ ვიდეო რგოლი და შემდეგ უკვე დავბრუნდებით და გავაგრძელოთ. ვიცი, ეს ვიდეო რგოლი და ამაზეც გეტყვით. ფირმა ერთობის დირექტორი დიმიტრი ფარხალაძე მეორე დღეს დაემბარა გუბერნატორმა ქვემო ქართლის ბატონმა დავით კირკიდაძემ და ითხრა რომ ხელისუფლებაში ვარ ჩვენ და ყველაფერს ჩვენ უნდა ვაკონტროლებდეთ. თქვენი ბაზისები სასწრაფოდ გადავაგებულებ ჩვენ. ამის შემდეგ მიდიოდა ბევრი ზეწოლა, დაბარებები, არაერთხელ. თვითონ კირკიდაძესთანაც ვიყავი რამოდენიმეჯერ, აბულაძესთანაც მოვიდა კირკიდაძე თავისი ამალით, დაგვადგა თავზე და ესეთი მუქარა გააკეთა, რომ აი სამ დღეში შენ ბიჭას დავიჭე. ჩემი შვილის დაიჭირეს, ჩვენი ერთ-ერთი მოცილეს დაიჭირეს. და წაიღეს ბაზარი ამით. წილების გადაფორმება მოხდა ჩვეულებრივად. ჩემი შვილის სანაცვლოდ მე დავთმე ჩემი წილი. ჯადაჭერის მუქარა იყო, რომელიც უდანაშაულო კაცსა, რომელსაც ჰქონდა ნაკვეთი და მართლმადიდებლად თან მიჭერდა. ნამდვილად პადვაში შემიყვანა და პროკურატორიდან კაცი მოიყვანა, რომ ბორგილებს დაგადებდა. დღესაც უხალე დაგიჭერთო. კარგი, ჩვენ ვნახეთ ვიდეო, რა სიტყვით ბატონ დავით. ჩვენ ვნახეთ ობიექტური ტელევიზიის TV9-ის და საინფორმაციო სააგენტოს მე9-ის, რომელიც იყო ბიზნესმენის მიერ გაკეთებული სიუჟეტი. ეს სიუჟეტი გააკეთა ძალიან ობიექტურმა ჟურნალისტმა,
რომელიც არის თქვენ დღევანდელი რუსთავის მერის და ეს იყო ძალიან ობიექტური და ეს ტყუილს როგორ იკადრებდა, ისევე როგორც ეს ადამიანები, რომელიც ეხლა საუბრობდნენ, არც ერთ მათგანთან მე ნამყოფი არა ვარ, საერთოდ სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მისულის არა ვარ. ამ ადამიანებს თუ რაიმე პრეტენზია აქვთ, 2 წელი და ნახევარი გავიდა. ყველა სტრუქტურა მოიარეს, მე მიმართავ დღესაც და მიმართავდი მანამდე თუ რაიმე შეკითხვა აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებს, თუ რაიმე შეკითხვა აქვს ჩემთან, მე მზათა ვარ რომ გავაცე პასუხი, თუ ვინმესთან უნდა გქონდეთ ამათ პრობლემა და თუ ვინმე მათი საკუთრების უფლება დაარღვია, ეს არის ფინანსური პოლიცია, თუ ვინმე მათი საკუთრება დაარღვია, ფინანსური პოლიციის მაშინდელი შეფი იყო ლექსო დალაკიშვილი, ის არის ბატონებო დღეს ქართული ოცნების მთავრობის მიერ დაწინაურებული და ის არის დღეს ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ფედერალურ დონეზე და გაარკვიეთ მასთან მე არც ერთ ამ ადამიანთან შეხება არ მქონია გარდა ერთისა ფარცხალაძე რომელთანაც შედგა შეხვედრა და მთავაზობდა გარიგებას და მე ამ გარიგების შესახებ გაზეთ რეზონანსს მოუყევი და მე რა თქმა უნდა მსგავსი ტიპის ადამიანებთან არანაირ გარიგებაში არ შევსულვარ და არ შევალ თუ რა გარიგებას თავაზობდა მე ეს ადამიანი ფარცხალაძე ამას თუ გნებავთ ეხლა თქვენ მოგიყვებით უბრალოდ არ მინდა რომ მოსახლეობის ყურადღება ამაზე გავამახვილოთ ეს ადამიანები ისეთივე ობიექტურები არიან როგორც ობიექტური იყო TV9 და TV9-ს ვინც დაუჯერა მათ პროპაგანდას ვინც დაუჯერა ხალხო თქვენ ხო ხედავთ რომ რა მიიღეთ ზუსტად ფარცხალაძე გვიკავშირდება ბატონ დავით ეხლა რა მიიღეთ ვინც TV9-ს ვინც უყურებდით ვინც მათ დაუჯერეთ რა მივიღეთ აი ამაზე დავფიქრდეთ მე ძალიან გთხოვთ თუ მივიღეთ ის რასაც ჩვენ ველოდით ჩვენ ვღებულობთ ამ არჩევანს თუ არა თქვენ თვითონ განსაჯეთ აი ესეთი ცილისამებებით აი ესეთი ფარცხალაძე გვიკავშირდება მოდი რას იტყვის მოусმინოთ მოგესალმებით თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ საღამშვიდობისა ალო მოგესალმებით ბატონო დავითა ასეთი შეკითხვა ვახერხებ. ბატონო დავით, არ გახსოვს ჩვენი შეხვედრა თქვენს კაბინეტში? როგორ მემუქრებოდი რომ ეს ხოდება გადმოაფორმე თორე დაგიჭერთო. თუ დაგავიხსნა ეს ყველაფერი და კი გავიხსენე კი. იმას მივიწელებ ქალაქში რომ ვითომ მე მოვედი და ქურდები მაწუხებდნენ და შენ დამიცავი ვითომ ქურდებისაგან. კარგი, დიდი მადლობა კითხვის. და მოიგითხეთ, თქვენი გამოგზავნილი ხალხი არის ხო ყოველთვის ფული მიქონდა და შენი სიტყვები არ არის რომ ფულის ფინანსები მე უნდა ვაკონტროლო ქალაქში რა ფინანსები და უნდა დაწვო და უნდა წახვიდეო. კარგი, დიდი მადლობა კითხვისთვის. კარგი, ბატონ დავით, რას უპასუხებდით ბატონ ფარცხალაძეს? ამ ადამიანს ვერავითერს ვერ უპასუხებდი, ერთის გარდა რომ არის. იყო თუ არა რეალურად თქვენ შეხვედრა? ჩვენ შეხვედრას ესწრებოდა კიდევ ერთი ადამიანი. ვინ იყო ეს ადამიანი? კიდევ ერთი ადამიანი. ჩვენი შეხვედრის შესახებ მე შემიძლია გარკვეული მასალების დადება ეს ადამიანი კონკრეტულად აი ეს ადამიანი ხა ფარცხალაძე რომელიც დამიკავშირდა მოვიდა და მეუბნებოდა რომ მზად იყო აღჭურვილიყო კამერით გადაეღო ყველაფერი თუ როგორ უკავშირდებოდნენ მას ვიღაც შავი სამყაროს წარმომადგენლები ასახლებდა კონკრეტულ გვარებს რომელიც მე ხა არ მახსოვს და მეუბნებოდა როგორ ჩაწერდა ამ ადამიანებს და მე უთხარ რომ ეს ჩემი საქმე არ არის ამ საქმეებს შესაბამისად ყავს კომპეტენტური ორგანოები მე მათ გადავცემ ჩავაყენებ საქმის ყურში და თუ განახორციელებენ ისინი რაიმე სახის მსგავს ოპერაციას ეს მათზეა დამოკიდებული. აი ეს არის ყოველად ბინძური ადამიანი, ამაზრზენი ადამიანი არსება, რომელიც ეხლა ცდილობს და ეს რომ მართალი კაცი იყოს, ეს ხელისუფლება არ დაუბრუნებდა, ეხლა ვითომ რაც ძალით წართო ეს თუ რასთან გვაქვს საქმე თუ არ იყო ისა რა ქვია ქართული ოცნების აქტივისტი და თუ არ გამოდიოდა და ანუ ბაზრობის თემასთან დაკავშირებით თქვენ შორის საუბარი არ შემდგარა. მე ეს ადამიანი მოვიდა ჩემთან ერთი ადამიანის დახმარებით მე არასოდეს არ მისვლა ბაზრობის ტერიტორიაზე და მთავაზობდა რაღაც სპეცტექნიკით აღჭურვას, რომლის მეშვეობითაც ის დაამტკიცებდა რომ ქურდები მასზე ახდენდნენ ზეწოლას, კანონიერი ქურდები და მე ამაში მას ვერ დავეხმარებოდი, იმიტომ რომ არც არანაირი სპეცტექნიკა გამაჩნდა, არც ჩემი მოვალეობა და ვალდებულება იყო რომ მე ამის შესახებ ჩავაყენე სამართალდამცავი სტრუქტურები საქმის ყურში და მე ხა ამ ადამიანმა რა გააკეთა ითანამშრომლა სამართალდამცავებთან. კარგით, გასაგებია თემა. ამის გადასაწყვეტია და სასამართლო არსებობს, პროკურატურა არსებობს, ფინანსური პოლიცია არსებობს. გავიდა მესამე წელი რაც ეს ხელისუფლება არის. 1000 ტყუილს იგონებენ, ტრაქტორს მიდებენ ბოლო-ბოლო და გრეიდერს მიდებენ და ეს კაცი რომ მართალი იყოს, ამ საქმეს არ დაიხვდა ფინანსური პოლიცია. კარგით, კიდევ ერთი მაყურებელი გვიკავშირდება, ძალიან აქტიურობს ჩვენი თანამოქალაქეები. მოგესალმებით. საღამშვიდობისა. ალო.
საღამომშვიდობისა, მოგესალმებით. მოგესალმებით, საღამომშვიდობისა. მე უბრალოდ არ მინდა ეხლა ძალიან პოლიტიკურ იმაში გადავიდე, ალბათ ბატონი დავითი თვითონ სცემს პასუხს. უბრალოდ შტაბის-ძლევა მექნება ისეთი, რომ რაღაცათომ დღეს გაიღვიძა ყველამ და დღეს გახდა ეს კაცი რაღაცათომ ცუდი და ის უბრალოდ მე სპორტს დაუბრუნდები. წეგან ერთ-ერთი რუსთაველი ჩაერთო ბორნისი და რაღაცები გაიხსენა და იმ წელს სხვათა შორის მოგახსენებთ, რომ რუსთავის მეტალურგიც, აზოტის საკალათბურთოვის სუჩემპიონები ხდებოდნენ და სპორტს და საერთოდ ყველა იმას ასაკობრივ ჯგუფს როგორი ყურადღება ექცეოდა. მოდით ესეც თქვათ რა ძალიან გთხოვთ რა რაღაცა ცუდ რაღაცებს ნუ გავიხსენებთ ბატონო რა. ესეთი შტაბის-ძლევა მექნება რომ ეს კაცი დავიბარეთ იმისთვის რომ აი ახლა ავიღოთ და ყველაფერი ლაფა იმას ვქნათ რა და რუსთაველებმა და ქვემოქართლებამ მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის ეს კაცი რას აკეთებს რა და მოდით ამდენი ბოღმა მართლა გეყოფათ რა. ნახვამდის მადლობა. კარგი, დიდი მადლობა. მე მინდა რომ ვისარგებლო შემთხვევით და რუსთაველ მოსახლეობას უთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც მართლა ობიექტურად და მართლა გულანთებულად სურთ ჩვენი ქვეყნის თავიანთი ქალაქის, თავიანთი საცხოვრებელი ადგილის წინსვლა თავისი მომავლის, თავისი შვილების და შვილიშვილების ნორმალურ გარემოში აღსდა. ეს ადამიანები, ტევეცხრები, პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანები, ფარცხალაძისნაირები, მამალაძისნაირები, ასლანაბაშიძისნაირები ვერასოდეს ვეღარ მოახერხებენ ამ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ბიძინა ივანიშვილმა მართლა მოახერხა, ძალიან მიმზიდველი დაპირებებით გამოვიდა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ირწმუნა, რომ ეს ადამიანი ამ დაპირებებს შეასრულებდა და მას დაუჭირა მხარი. მე მესმის ყველა იმ ადამიანის, ვინც ეს არჩევანი გააკეთა, იმიტომ რომ მართლა ეჯერათ, რომ ეს ადამიანი ამას გააკეთებდა, უბრალოდ გასული არის თითქმის 3 წელი და აი ვნახოთ და შევაფასოთ. ობიექტურები ვიყოთ. მე მხოლოდ ამას ვამბობ, ერთ რამეს ვამბობ, რომ მე აქ დღეს სტუდიაში არ მოსულარ იმისთვის, რომ მე მკიცებინა ეს, რომ კირკიტაძე იყო ანგელოზი, კირკიტაძემ რამე გააკეთა ან არ გააფუჭა. თქვენმა თვალებმა განსაჯონს და თქვენვე შეაფასეთ, ვის დროს რა კეთდებოდა, რა გაკეთდა და დღეს რა ხდება და თუ მოგწონთ ეს. თუ არ მოგწონთ ეს და თუ გსურთ, რომ რეალურად ვაიძულოთ ეს მთავრობა, რომ რამე გავაკეთოთ, თუმცა მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ამათ რამეს გაკეთების სურვილი ან თავი ან პოტენცია გააჩნდეს. სულ ყველას გთხოვთ, არ დავიზაროთ 21 მარტს ყველანი დავირაზმოთ და რუსთაველის პროსპექტზე ამ მთავრობას ვაჩვენოთ ჩვენი გაბრაზება, რომ ჩვენ ვართ გაბრაზებულნი, ჩვენ ვართ მოტყუებული მათ მიმართ, რომ ჩვენ მათ ვთხოვთ იმ დანაპირების შესრულებას. მოსახლეობას ხომ არ მოუთხოვია მათთვის. ისინი თვითონ პირდებოდნენ, ბიძინა ივანიშვილი პირდებოდა პირადად კარგ ცხოვრებას, ბიძინა ივანიშვილი არ პირდებოდა რუსთაველებს უწყლობას, გაჩერებულ სამუშაოებს, გაჩერებულ საწარმოო ზონას და დღეს რა ხდება? აი საწარმოო ზონაში გადადით და ნახეთ, რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური იმის გამო, რომ ყავს უნიათო ხელისუფლება. ჩვენ დროსაც იყო პრობლემები და უდიდესი პრობლემის წინაშე იდგა ძალიან ბევრი აზოტის თანამშრომელი ცხოვრობს ამ ქალაქში და უდიდესი პრობლემის წინაშე იდგა, როდესაც ფინანსური კრიზისი იყო ქვეყანა და აზოტის ტერიტორიაზე ხდებოდა დაგროვება, რადგან არ იყიდებოდა მათი პროდუქცია და როგორ დაეხმარა მაშინ სახელმწიფო, რათა იმ 2000-მდე ადამიანს არ დაეკარგა სამსახური, ჩვენ სახელმწიფომ გადავდგეთ ქმედითი ღონისძიებით და ეს 2000 სამუშაო ადგილი გადავარჩინეთ. ესე უნდა მოქცეულიყო ხელისუფლება ვაგონშენკეთებელი შემთხვევაშიც, ესე უნდა მოქცეულიყო მეტალურგიული შემთხვევაშიც, ესე იქცევა ყველა ეფექტური ხელისუფლება, რომელიც თავის ხალხს ეცნობს უკაცრავად დავამთავროთ. ესე უნდა მოქცეულიყო იგივე იუზაც არცეძეს ქარხნის შემთხვევაში, რომელმაც იძულებული გახდა მუშების შეამცირა, ლევან ზედელაშვილის ქარხანაში, რომელმაც მუშების შეამცირა იმის გამო, რომ და სამუშაო დაკარგეს ხალხმა, იმის გამო, რომ ხელისუფლება ყავს უნიათო. აი ესე უნდა მოქცეულიყო, რომ დღეს თუ სადმე უნდა მუშაობდეს ის ორი ტრაქტორი, რომელსაც მე დავებია, რომ მე ვამუშავე, უნდა მუშაობდეს თბილისი რუსთავის გზაზე. გუბერნატორი, ქალაქის მერი თავის სამუშაო დღეს უნდა იწყებდეს იქედან, რომ ეს გზა დროზე დამთავრდეს. ამ უნაროებს ვაიძულეთ და არ გავაჩერებიეთ ეს პროექტი და ჩვენი მიერ დაწყებული პროექტი თბილისი რუსთავის გზა და იმასაც როგორ აკეთებენ თქვენ კარგად ხედავთ. სამწუხაროდ გააჩერეს ბევრი რამე. გაჩერდა ქალაქი, გაჩერდა ყველაფერი, გაჩერდა ქვეყანა და სწორედ ამისათვის რომ ჩვენ ეს ყველაფერი გავაპროტესტოთ და ხელისუფლება ეგება შევასმინოთ და გულზომოვიყვანოთ. ამიტომ გთხოვთ რომ მობრძანდეთ 21-ში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ადამიანები, რომლებიც ახლა რეკავენ და რაღაც ინტერვიუებს ხსოვენ, ეს ადამიანები არის უკაცრავად და მე ბოდისუხტი მაყურებელს. ეს ადამიანები, აი თქვენ ხომ მოისმინეთ მათ შეკითხვები. ეს ადამიანები არიან მხოლოდ საკუთარ პირადზე ორიენტირებული. მათ სულ არ აინტერესებთ ფარცხალაძისნაირებს, მამალაძისნაირებს, სულ არ აინტერესებთ დღეს რომ თქვენ 2 დღე წყალი არ გქონდათ. ამაზე არ ნერვიულობენ ესენი არ ნერვიულობენ რომ ინგრევა ქვეყანა და რომ ჩერდება ქვეყანა. მათ კარგი შემოსავალიც აქვს, კარგი სამსახურებიც აქვს. ჩვენ ვღელავთ ამაზე, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება. ჩემმა შვილმა უნდა იცხოვროს ამ ქვეყანაში და ეს ადამიანები მაგაზე არ ზრუნავენ. ჩვენ სწორედ ამიტომ უნდა გამოვიდეთ და ამ ხელისუფლებას ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა ამ მოთხოვნებში, რომ საკუთარი დაპირებები შეასრულონ მხოლოდ. კარგით, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა.
საღამოშვიდობისა. ალო. მოგესალმებით. დავით ბატონო. შენ გავიწნება ის შენი საქციელი და რაღაცებს შორის. ეხა შენ და ის არ გინდა ეხა და ისა რა ქვია და ის ხო რო გათიშოთ რა ეს ვიღაც ნაზირალა აფერისტი. გამოდი ოცნებიდან და ყველაფერს დაგბრუნებ თუ არა ვეხებს დაგიხრიტავ და ორივე მამაშვილს კიდევ ციხეს შეგაბრუნებ და ეს არის ეხა ტოტალური მარტყვა ესე ფარცხალაძის ტელევიზიაში თუ ვართ მოსული გითხარით კარგით ბატონ დავით თქვენ ერთ-ერთი ესა უკაცრავად ეხა ფარცხალაძეა მთელი რუსთავი და თქვენი ტელევიზია თუ თქვენ ტელეფონზე ზის თუ ვერ გავიგე თუ რა ხდება ვერ გავიგე კარგით დიდი მადლობა კარგით ბატონ დავით თქვენ ერთ-ერთი ესა რა ქვია კარგით მადლობა უკაცრავად რა მაყურებელს არ მინდა შეურაცხყოფა მოვაყენო და ეს არსება რომელიც ეხა ზის თქვენს ტელეფონს და მიჩნდება განცდა რომ თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელი ეს გახდა de facto მინდა უთხრა რომ ეს ადამიანი არის ნაძირალა ადამიანი თუ ეს მართალი ადამიანია მიმართო სამართალდამცავ სტრუქტურებს ეს არის ერთ-ერთი სიცრუის ჭორების გამავრცელებელი ადამიანი რომელმა ადამიანმაც სწორედ მამალაძის დახმარებით მისდანების კორუმპირებული მეთოდებით ჩაიგდო რაღაც გონება ხელში და ეხლა რაღაც ბრალდებებს მიყენებს თუ რაიმე ოდნავ მაინც შესახები აქვს თუ რაიმე კანონის დარღვევას ჰქონდა ადგილი რატო არ მიმართავს სამართალდამცავ კარგით გასაგებია თქვენ პოზიციას ბატონ დავით თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ რომ თქვენი გუბერნატორად ანუ ყოფნის პერიოდში იყო შეცდომები რა შეცდომებს გულისხმობდით დიახ მე არ მინდა უარყო და არ მინდა გამომივიდეს ესე რომ ყველაფერი კარგად იყო რა თქმა უნდა იყო შეცდომები ბევრმა ადამიანმა შეიძლება ისარგებლა რაღაცეებით იყვნენ ჩვენთან მოტმასტელი მხოლოდ იმის გამო რომ ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში და გააკეთა ცუდი რამ ჩვენ ობიექტურად ღებულობდით და მუდმივად გვესმოდა და სამწუხაროდ ვაგვიანებდით ამაზე რეაგირებას და ხშირ შემთხვევაში არ ვახსენეთ რომელიც იყო ქონებასთან დაკავშირებული და ამას აკეთებდნენ კონკრეტული ადამიანები მათ გაქვთ კონკრეტული სახელები და გვარები მათ ჰქონდათ კონკრეტული თანამდებობები მუშაობდნენ ფინანსურ პოლიციაში და ერთ-ერთი მე მათ შორის დაგისახელეთ და ამ ადამიანებს ნაცვლად იმისა რომ ეგოთ პასუხი დღეს ისინი დაწინაურებულნი არიან და არიან უფრო მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე ვიდრე იყვნენ ჩვენ დროს. მე გული მტკივა ერთ რამეზე რომ ის თუ რაიმე ხდებოდა მანკიერი, თუ რაიმე ხდებოდა ცუდი ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს იქნა წახალისებული, ეს გაგრძელდა და ეს ადამიანები იქნენ დაწინაურებულნი, ხოლო თუ რაიმე კარგი კეთდებოდა, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურული, არაინფრასტრუქტურული განათლების კუთხით, ჯანდაცვის კუთხით, ეს ყველაფერი შეაჩერეს მათ დასაქმების კუთხით, ეკონომიკის განვითარების კუთხით, ეს ყველაფერი შეაჩერეს და თუ რაიმე იყო მანკიერი, თუ ვინმე რაიმე კონკრეტულ დანაშაულს ჩადიოდა. ისინი დააწინაურეს, იქნება ეს შოთაძე, იქნება ეს ფარცხალაძე, იქნება ეს ლექსო დალაკიშვილი, ესენი წვიტავენ ეხა დღეს და ეს ცუდი მანკიერი გააგრძელეს. დღეს ჩვენ რასთან გვაქვს საქმე? რატო აქვს ქვეყანა გაჩერებული, რატო გარბიან მეწარმეები, რატო არ სრულდება არც ერთი დაპირება? დღეს რატო მივიღეთ რომ შევარნაძის მიერ დავიწყებული სიტყვა სეკვესტრი რატო გახდა ესე აქტუალური კამრების შემოჭერაზე აპელირებენ თვითონ კამრებს არ ჭირეთ ჩვენ კამრებს ვიჭერეთ აი ეს არის დღეს პრობლემა აი ეს ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს და ამიტომ ითხოვენ თქვენთან გასაუბრებას მოგესალმებით თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ ალო მოგესალმებით გამარჯობათ მარიკა ვარ მე ფიროსმანაშვილი დილით დავრეკე და თქვი რომ ჩვენ ერთად და დამარეკინეთ აუცილებლად მაქვს შეკითხვები ბატონ დავით გერგიტაძესთან მეთქი ბატონ დავით თქვენ ამბობთ რომ დემოკრატია არ არის ყველაფერი დაინგრა ყველაფერი აღარ არის თქვენ რომ აქ ტელევიზიაში KK-ის ხალხთან ერთად ზიხართ დემოკრატიის ზეიმია დღეს საქართველოს და მეტი არ არის ვიდე ლაპარაკობთ თქვენ რაც ამუშავებთ თქვენ ის კაცი არა ხართ ჩიქოვანთან ერთად ბრაზილიაში ფეხბურთის განვითარების ის რო წახვედით ის ცნობა აი ჩვენთან მოიტანეთ ეს განცხადება სამოქალაქო მისაღებში თქვენ და იქ დავარეგისტრეთ მერე რომ წავიდა თქვენი ხელისუფლება და ის სამოქალაქო მისაღების სერვერი რო გადაწყვეტ ის კაცი არა ხართ თქვენ რომელიც სამუშაოა თქვენ ეხლა უკაცრავად თუ რაიმე სიყალბეს ჩადიოდით სამოქალაქო თუ რაიმე სიყალბეს ჩადიოდით თქვენ სიყალბე არ თქვენ ვისაც თქვენ ის კაცი არა ხართ კარგი კითხვა ხომ არ გავქალბატონ მარიკა და რომ დაიბარეთ 24 სკოლის დირექტორი და ასე რომ უთხარით 4 გაურწოთ თქვენ მასწავლებლებს აი ეს რომ გააკეთოთ კარგი კითხვა ხომ არ გავქალბატონ მარიკა კი მინდა ვაღიაროთ ის კაცი ვარ ნამდვილად ქალბატონო მარიკა მე ის კაცი ვარ რომელიც რუსთავში დადიოდა და პირდებოდა ლარით გაიაფებულ საწვავს 225 ლარ პენსიას
ბანკების კრედიტების დაფარვას, უფასო ფულს, მე ვარ ის კაცი, რომელიც ამას პირდებოდა, უფასო ფულს პირდებოდი, ევროპის გაოცებას პირდებოდი დემოკრატიით. მე პირდებოდი ამ ხალხს, რომ პოლიტიკური ნიშნით არ გამოყრიდი რუსთავის მერიდან. მე ვარ ის კაცი, კი, მე ვარ ის კაცი, უბრალოდ ეხლა ჭაღარათმა არ მაქვს და 7 მილიარდი არ მაქვს, თორე მე ვარ ეს კაცი, რომელიც ამას პირდებოდი ხალხს. უბრალოდ ეს კაცი ვარ მე ის კაცი ვარ, თქვენ რომ მიჭერდით ხარს მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სამსახურში მუშაობდით, თქვენს და თქვენი მეუღლეც, მე ის კაცი ვარ, კი, მიტინგს ჩავატარე რუსთავში, ჩემი შვილიც გამოვაგზავნე კონცერტის ჩავატარე და ის კაცი ვარ, რომელიც დავდიოდი და გეუბნებოდით, რომ მე დამიჭირეთ მხარი და თქვენ გექნებათ საამური ცხოვრება, გაგიაფებთ დენს, გაგიაფებთ გაზს, მოგცემთ უფასო ფულს, ბენზინი გახდება 1 ლარი, რომ თქვენ რუსთავში აგიშენებთ საწარმოებს ქარხნებს. კი, ის კაცი ვარ და რუსთავის მოსახლეობას და მე მჭირს ამნეზია და თქვენ ხართ ჯამთელები და ის კაცი არის კარგად კიდე და მართალი ქართულ მოსახლეობასთან, რომელ კაცსაც თქვენ ხარს უჭერდით. ნამდვილად ესეა ქალბატონო მარიკა, დიდი მადლობა, რომ მე გამახსენეთ ჩემი წარსული, მე გამახსენეთ ჩემი დაპირებები, რომელიც მე დავპირდი რუსთაველებს და მთელი საქართველოს მოსახლეობას და ვინც ამას დაკვირდათ, ვინც ამას ატყუებდა მოსახლეობას, ის კიდევ რჩება დღეს თქვენ კუმირად. კარგით, ბატონ დავით, და ბოლოს მინდა ასეთ შეკითხვა დაგისვა. ძალიან საინტერესო ექნება თქვენი პოზიცია. ძალიან ბევრს საუბრობენ თქვენს ქონებაზე იმ პერიოდში, როცა თქვენ ეს ქონება თქვა დააგროვეთ გუბერნატორობის პერიოდში. რეალურად რა ქონებას ფლობთ? ჩემი ქონება, ასევე ჩემი ქონება, ჩემი მშობლების, ჩემი ოჯახის ქონება აბსოლუტურად ღია არის დეკლარირებული, მას რაც დავინიშნე და რო დავტოვე თანამდებობა მას მერეც. მე ისევე როგორც ჩემი მშობლები, სადაც ვცხოვრობდი, სადაც გუბერნატორი ვიყავი, იქ ცხოვრობენ ჩემი მშობლებიც, ასევე ღია ამ საზოგადოებას შეუძლია და ჭორების გავრცელებას ყველა შეუძლია ღია ინფორმაცია ეს გამოითხოვოს და ნახოს. მათ გამოიწეს ყველა დოკუმენტი, მე გაწმენდით, ფურცელი არ დაუტოვებიათ არც გუბერნიაში, არც მერიაში, არც ეს მუნიციპალიტეტში რომ არ წაიღოთ და რომ არ ენახათ. მათ რო რამე ოდნავ მაინც ხელშესახები ქონოდათ დღეს. იმ სამარცხვინო ბრალს კი არ წამიყენებდნენ და ტრაქტორებს კი არ ჩამიდენდნენ და ქვეყნის დასაცინად კი არ აიგდებდნენ, სამასხარაოდ კი არ აიგდებდნენ თავს. გარწმუნებთ, ამ ტყუილებით, აი ამ ჭორებით, აი ამ ბინზურით ვეღარ გახვალთ ფონს. თქვენ ერთხელ მოატყუეთ ქართული ხალხი. თქვენ ერთხელ შეიყვანეთ საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში. თქვენ ამის შანსი აღარ მოგეცემათ და მე მინდა რუსთაველებს მიმართო ეხლა, რომლებიც 2 დღის უწყლობით გაწამებული იყვნენ და დღეს ჩართეს. მოგატყუეს ჩემო ძვირფასებო, ისევე როგორც მოატყუეს მთელი საქართველო. ჩვენ ამაზე არც ერთი გაბრაზებული არა ვართ, არც ერთ გული არ უწდება, საკმაოდ მიმზიდველი დაპირებები ქონდათ ამ ხალხს. ესენი თავიდანვე არ იყვნენ იმისთვის და ჩვენ უნდა გვაბრალებთ, რომ ვის ხელში ჩაგვაგდეთ. ჩვენ გავფრთხილებდით, რომ ეს ადამიანები გვაბრუნებენ შევარნაძის პერიოდში. დაგვაბრუნეს უკვე შევარნაძის ხანაში, შევარნაძის ხანაში იყო 2.19 ლარი, შევარნაძის ხანაში იყო მამალაძე, შევარნაძის ხანაში იყო აბაშიძე, შევარნაძის ხანაში იყვნენ ეს ადამიანები, ვინც დღეს ჩვენთან სტუდიაში რეკავენ და მე პრეტენზიას მიყენებენ და ეს ადამიანები იძახიან, რომ ჩვენ გადმგვაბარეს აშენებული ქვეყანა და თურმე კირკიტაძეს, ჩიქოვანს და მის მეგობრებს დაუნგრევიათ ეს ქალაქი. თქვენ ხომ კარგად გახსოვთ და თქვენ ხომ კარგად იცით რეალობა რა არის. მე თქვენ მოგმართავ და ეს სტუდიას და ეს საშუალება ამისთვის გამოვიყენე. მე კარგად ვიცოდი, სადაც მოვდიოდი. მე კარგად ვიცოდი, რომ ეს სტუდიაც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებიც მაქსიმალურად მობილიზებული დამხვდებოდნენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდარიყო კირკიტაძეს გაშავება, მაგრამ ესენი ვერ მოახერხებენ. ამათმა ერთხელ შეძლეს, რომ ნაციონალური მოძრაობა ტყუილში და ლაფში შეეცადნენ, რომ ამოესვარათ. ამათ ეს ერთხელ მოახერხეს და თქვენ ყოველდღიური წმუნდებით, რომ ეს არ იყო. თქვენ ყოველდღურად წმუნდებით, რომ არავინ ბიზნეს არ ატარებდა, არავის არაფერს არ აჭამდა, არავის ჯიბეში ლარი არ მიდიოდა და არც ერთი ქათმის, არც ერთი ბარკალი არ მიდიოდა ნაციონალურ მოძრაობასთან. ვერც ერთი ჩვენი სახელმწიფო მოხელის ბრალი ვერ შეთითხნეს და ვერ წაუყენეს კორუფციაში. თუ რაიმე სახლი არსებობს, თუ რაიმე უძრავი ან მოძრავი ქონება არსებობს, ამას წინ არ უდგას არაფერი. მათ ხელშია დღეს ყველაფერი, ამას თქვენ გამოგიტანდნენ და გაჩვენებდნენ. ესენი ფურცლებს აფრიალებდნენ, ტყუილ რაღაცებს აჩვენებდნენ, რომ თქვენ მოეტყუებიეთ. თქვენ არ ახართ დამნაშავე იმაში, რაც მოხდა თქვენ პასუხისმგებლობა უნდა იგზნოს მხოლოდ და მხოლოდ ერთმა ადამიანმა. მე გულწრფელად პატივსცემ იმ ადამიანებს, რომელსაც გულწრფელად ეჯერათ, რომ ქართული ოცნება ქვეყანაში სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლა და სხვათა შორის ის ადამიანების მოატყუეს და დატოვეს გარეთ დღეს და მერია გაივსო
1000 ჯურის მედროვეებით, აი ფიროსმანიშვილისნაირი მედროვეებით, კარგი, ჯიქიასნაირი მედროვეებით. მე არ მინდოდა. ეხლა მოხდება დასასრულს, როცა ამას ვსაუბრობ. რუსთაველებო, თქვენვე გადაწყვეტეთ, თქვენ ვეღარ მოგატყუებთ, ვეღარ შეგიყვანთ შეცდომაში, თქვენ კარგად იცით, ვის დროს კეთდებოდა, რა კეთდებოდა, ვის რა უკეთებია ამ ქალაქში, რისი გაკეთების პოტენციალი აქვს. მე ჩემი სიმართლით გამიმარჯოს, მე არსად არ მივდივარ, არსად არ ვიპარები, აქა ვარ და აგერ თქვენ, აგერ მე ძალიან მალე ნახავთ, ისე როგორც ბევრი სიცრუე აიხადა ფარდა. ამათ სიცრუეს აიხადა ფარდა, ისევე ეს ბრალი ჩამოემხობა თავზე. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. სტუდია 4 დასრულებულია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.